თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი პარაძიუდოში წარმატებით დაიწყო ქართველი სპორტსმენებისთვის. საერთაშორისო შეჯიბრით თბილისი არენაზე მიმდინარეობს და 21 სექტემბრამდე გაგრძელდება. ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს გაიმართა და პირველივე საშეჯიბრო დღეს ევროპის ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა იზაიმა. ბრინჯაოს მედლები ზურაბ ზურაბიანმა და საბა ბაღდავაძემ მოიპოვეს. დღესვე ევროპის ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბაჩუკიშელია და ლევან გუგავა დაუპირისპირდნენ. ჩემპიონის ტიტული ლევან გუგავამ მოიპოვა. ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე სულ 20 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორისაა მსოფლიოსა და ევროპის არაერთი ჩემპიონი. საქართველოს პარაძიუდოს ეროვნული ნაკრები შეჯიბრზე 14 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ წელს ვასწავლობთ საქართველოში, თბილისში, ევროპის ჩემპიონატს პარაძიუდოში და უკვე ტრადიცია არის, რომ პარალიმპიურ ოჯახში საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც უმაღლეს დონეზე ტარდება საერთაშორისო ტურნირები და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენს პარასპორტსმენებთან ერთად პირველ რიგში საქართველოს სპორტის სამინისტროს, თბილისის მერის დამსახურება, ვინაიდან ჩვენ ერთად ვზრუნავთ. ცალკე იმისთვის, რომ ჩვენი პარასპორტსმენები ვითარდებოდნენ და უმაღლესი შედეგებისთვის იბრძოდნენ და ცალკე იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და იმიჯი სულ უფრო მეტად იზრდებოდეს მსოფლიოს პარალიმპიურ და სპორტის ოჯახში.